ნახე რა ხდება იქა. მთელმა ნატომ ეს რუტე გამოვიდა ეს სამარცხვინო კაცი კარგად უპასუხა იმან რა ქვია შალვა პაპუაშვილმა. შენ რო ქვეყანას წარმოადგენო და ვისი პრემიერ-მინისტრიც იყავიო ნატოში იმაზე 10-ჯერ მეტი დისტრიბუცია ჰქონდა. 34,000 ქართველი სამხედრო მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციაში ავღანეთში და ერაყში. 34,000 მაშინ, როდესაც ბალტიისპირელები წარმოდგენილი იყვნენ 18 კაცი, 19 კაცით, ეს ჰოლანდიაც არ ვიცი ეს, ნიდერლანდებიც ალბათ 40 კაცით, 50. 34,000 გაყავი 10 წელიწადზე და 3,400 კაცი ყოველ წელიწადს. იყო ნატოს მისიაში მეორე ადგილზე, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზე იყო საქართველოს არაწევრი ნატოსი. რომელიც კარებში დააყენეს რომ იქ ნიავში რომ არ დაგცხეთო რა ავღანეთში ცხელა ზაფხულობით და კარებში იდექით 2008 წლის მერე რომ გამოაცხადეს რომ საქართველოს და იმას მიიღებენ ნატოში ხო ეგ წარმოიდგინე იმავე წელს დაგვარტყა რუსეთმა ხო იმავე წელს 2008 წელს რუსეთის საოკუპაციო ჯარი შემოვიდა საქართველოში